ლუდის ჭიქას ვერ გააკეთებ შანსი არაო დამეწერა აი ამ ადამიანმა. აი ძმაკაც. თუ ვერ გავაკეთე ლუდის ჭიქა. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ იყო მარტივი. მოკლედ სახლში ვიპოვე ძველი პადონი, ანუ პალეტი. შემდა გასაკვირად აღმოჩნდა წიფელის ხე, რაც იშვიათობა არის ძალიან. წიფელი ძალიან კარგად დასამუშავებელი ხე არის, მყარი არის და თან ლამაზის გამოდის. მოკლედ აი ჭიქის კედლები, როგორც ხედავთ, სხვა ნაწილისგან არის გაკეთებული. გადავწყვიტე რომ გამკეთებინა 12 ნაწილით. ამიტომ დავიწყე ხის წვრილად დაჭრა. იმის გამო რომ უნდა შეიკრას ესეთი წრე 12 გვერდი უნდა მოვჭრათ ისე რომ დახრა იყოს 15 გრადუსი ორივე მხრიდან რა. ეხლა ეს გადავხარე სპეციალურად. უნდა გავატარო 12 გვერდი. აი ესე ნახეთ, ორივე მხარეს დახრილი არის, აი თუ შეხედავთ, დაინახავთ 15 გრადუსით რა. ძალიან რთული გასაკეთებელი არის, თუ არ გაქვს სათანადო ხელსაწყოები და მე მაქვს ძალიან მარტივი ხის საჭრელი, როგორც ხედავთ და მარტივი ნამდვილად არ იყო. შემდეგ უკვე ამ სახელურისთვის გადავწყვიტე გამომეყენებინა აკაციის ხე, რომელიც გარაში მქონდა წლები მეგდოდა. ესე დავახატე ფორმა ესეთი, ამოვჭერე. და შემდეგ ძალიან დიდი ხანი გრაინდერით, ქლიბებით ესეთი ფორმა გამოვიყვანე. სპეციალურად გავუკეთე. ესეთი ფორმა რომ თითით მარტივად დაიჭირო და არ გაგიცურდეს ხელიდან. სახელური მინდოდა ძალიან რომ დაკავშირებული ყოფილიყო მყარად თვითონ ჭიქასთან. ამიტომ ჭიქის კედლის ერთ-ერთ ნაწილზე გავხრიტე კარგად და ხრახნებით ჩავამაგრე და შემდეგ ეს ხრახნები შიგნიდან რა თქმა უნდა დავფარე. და დროა ყველაფერი დავაწებოთ და ავაწყოთ ერთად. ხის წებო არის, ოღონდ წყალგამძლე რა. ჩვეულებრივი პევია წყალგამძლე არ არის და არ გამოდგებოდა. ამიტომ ეხლა მოწაუსვოთ ეს. ძირსაც წაუსვოთ კარგად, ორივე მხრიდან რომ ლუდი არ გამოვიდეს. კარგად გაშრობის შემდეგ მოვხსენი ეს ხამუთები და ზედა ნაწილი, აი ზედა თავი წავაჭერი, რომ სწორი ზედაპირი ქონოდა. დამეთანხმებით რომ ესეთი თავი ბეროდ ჯობია და შემდეგ ძალიან დიდი ხანი ვაზუმფარე, ანუ შკურკე რომ გამოსულიყო აი ესეთი პრიალა და ლამაზი ზედაპირი. გავოდით მგონი ფინიშისკენ რა. გაპრიალდა და წაუსვათ სპეციალური ხსნარი დავამზადე მე თვითონ. ფუტკრის ცვილით და ზეითუნის ზეთით, რომ ზულს რო შავასხავთ, მომწოვლელი არ იყოს. ლამაზის გახდება უფრო და თან დაიცავს წყლისგან და ლუდისგან. ეხლა უკვე ლუდის კათხა მზად არის. შეგვიძლია შავასხავთ ლუდი და რადგან მე არ ვსვავ, დავალევინებ დედაჩემს, რომელსაც ძალიან უყვარს ლუდი. წეგან გავუზომე წყლით და 1 ლიტრა ჩადის ზუსტად. მე დალი ხა ვიკინგივით. ძალიან სტილურად გამიყურები სათქველეებით რამე. ძალიან მიხდება. აშკარად ძალიან გემრიელად ისმევა ამ ჭიქიდან. ძალიან მაგარია. აუ ძალიან კაია. დაუწერეთ ფრედროს რა გააკეთოს შემდეგი.